Aliloda, aliloda, o Christes macharobel nivart, Christes shobas mogilotzato, aliloda, aliloda, ozda chutsa dekel versa, Christe Yeshua Bethlehem shinao. სულად საქართველოს და თელ საქრისტიანოს გულოცავ ამ უდიდეს დღესასწაულს. დღეს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე მოევლინა ქვეყანას, იგი იშვა ჩვენ გულებში, რათა ჩვენი გულები სიხარულით, სიყვარულით აღივსოს. ეს ტრადიცია, ალილოს ტრადიცია, სულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს მიერ არის დადგენილი. ტაძრებიდან წირვალოცვიდან გამოსული მრევლი საზეიმოდ უკვე მსვლელობით აღნიშნავს, რათა ყველა თანამოქალაქე თანაზიარი გახდეს ამ უდიდესი დღესასწაულისა და მსგავსად მოგვებისა, რომელთაც მიართვეს უფალს, ოქრო, გუნდრუკი და საჩუქრები, ჩვენს მოგვაქვს უფლისადმი დიდი სიყვარული, დიდი სიხარული. ჩვენ ძმებს, აფხაზებს და ოსებს ვეტყვით, რომ ჩვენ ისინი ძალიან გვიყვართ და ჩვენ გვიცხოვრია საუკუნეები ერთად და ერთად ვიცხოვრებთ. ჩვენ შორის არის უფალი, ასე რომ მტერი ვერ დაგვაშორებს. გლოცავთ აფხაზებო, ოსებო, თქვენ ჩვენი ძმები და დები ხართ. გილოცავთ შობის უდიდეს დღესასწაულს. გაიხარეთ და ჩვენს გაგვახარეთ. მე მინდა თელ საქართველოს მივულოცო 2018 წლის შობა ახალი წელი. ღმერთმა ქნას რომ ეს წელი ყოფილიყოს ყველაზე უკეთესი და ჩვენ გამოვიარეთ. ყოფილიყოს ყველა ჩვენი ნატვის აღსრულების წელი. მე მინდა მიულოცო ეს ენგურ გაღმა დარჩენილ ჩვენს მოსახლეობას. მალე გვეზეიმოს ეს დღესასწაული გაერთიანებულ, ერთიან, ძალიან აყვაებულ, ძალიან განვითარებულ საქართველოში. სიკეთე და ბედნიერება ყველას გილოცავთ, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო. სრულიად საქართველოს მინდა მიულოცო შობის დღესასწაული. მინდა ასევე ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ იმყოფებიან, მათაც მიულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს აღნიშნავს შობის დღესასწაულს. დღევანდელი დღე არის სიცოცხლის, სიყვარულის, სიკეთის ზეიმი და სრულიად საქართველოს ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. გილოცავთ შობა ახალ წელს. მიხარია რომ ალილოს მსვლელობაში ვღებულობ მონაწილეობას. მე ვარ აფხაზეთიდან დევნილი. შემდეგი ალილო აფხაზეთში გვეზეიმოს. მინდა მთელ საქართველოს მოულოცა ეს ბრწყინვალე დღესასწაული შობა და უსურვა სიყვარული, გაერთიანება და სიკეთე. მინდა რომ შემდეგი ალილო აფხაზეთიდან მოულოცა სრულიად საქართველოს. მინდა რომ ყველა ბედნიერი იყოს. ჯანმრთელები იყვნენ ყველა და ბედნიერები. ამ შობა ახალ წელს ყველა კარგად დაესწროს. გულოცავ ყველას, ჩემ კლასელებს, ნათესავებს, დედმამას. შენც გილოცავ. გიო. მე პირველ რიგში მინდა რომ მოგილოცოთ შობა ახალი წელი, ბრავალ ახალ წელს ბედნიერად თქვენს ოჯახთან ერთად. მინდა რომ ყველა გაჭირებული ბედნიერად ცხოვრდეს. Anateben Bethlehem sao aliloda ay aliloda shori kwegnidan mosulma mogwe matsveni shesires aliloda ay aliloda მოგილოცოთ მინდა პირველ რიგში უდიდესი დღესასწაული ქრისტეს შობის ეს იმხელა მოვლენა გახლავთ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით მრავალი წელია თქვენ იცით რომ ეს კეთილი ტრადიცია ქრისტეს შობის მილოცვა და ხარება ადამიანებისთვის დამკვიდრდა თბილისში რომელიც მრავალ სიკეთეს ემსახურება გარდა იმისა რომ ჩვენ ვახარებთ ქრისტეს შობას ამავდროულად ვკრებთ შემოწირულობებს სრულიად საქართველოს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლებს ქართველებს, არაქართველებს, ყველას მინდა მიულოცო ეს უდიდესი დღესასწაული. Christes macharobel nivart, Christes shobas mogilotzato ali
ჩინაო პირველ რიგში გილოცავთ შობოს ბრწყინვალე დღესასწაულზე ძალიან კარგია რომ ჩვენი აფხაზეთის ხალხი ესეთ ბრწყინვალე დღესასწაულზე მონაწილეობას იღებს. მინდა გისურვოთ ქვეყნის გამთლიანება, ჯანის სიკეთე და სიხარული. მოთხოვა ახალ წელს. ბრავო და ეს არის თავი ჯანმრთელები. გილოცავთ საბაღაძას რავას და ეს არის. ბავშვებთან მიგვა კანფეტები, სათამაშოები და კბილეულები. 25 დეკემბერს ალილო ქრისტე იშვა ბეთლემსა ალილო 25 დეკემბერს მივულოცავთ ჩობას, განსაკუთრებით ბავშვებს მივულოცავთ, წელს განსაკუთრებულად აღნიშნავთ ჩობასთან ერთად აღნიშნავთ ჩვენ პატრიარქის იუბილეს, პატრიარქის აღსაყდრების იუბილეს და მინდა რომ ასეთი განსაკუთრებული წელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ ჩობას. ეს არის ულამაზესი ტრადიცია. ტრადიციებია ზოგადად ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლითაც ჩვენ უნდა შევიდეთ და გავხდეთ ევროპის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ევროპული ოჯახის წევრები, ოღონდ ჩვენი ტრადიციების შენარჩუნების ხარჯზე. შობას მივულოცავ აბსოლუტურად ყველას და ქართველების მთავარი ნატრა და მთავარი ოცნება რაც არის გამთლიანებული ქვეყანა გვენახოს ძალიან მალე. და ამაყი ქართველები გვენახოს იმით რომ ჩვენი ძმები შემოვირიგეთ, ჩვენ ერთად ვართ, ერთად ცხოვრობთ და ეს ყოფილიყოს ძალიან ახლომდებარე კონფლიქტის ზონაში ცხოვრებ ყველა ადამიანს მივულოცავ განსაკუთრებულად შობას და ბედნიერება ყოფილიყოს თითოეული ჩვენგანის ოჯახში. ალილოს ტრადიცია ყველა ქრისტიანისთვის არის განსაკუთრებული და ბავშვობიდან მომდინარეობს ის სიყვარული და სითბო, რომელიც ახლავს ალილოს მსვლელობას. მინდა აფხაზეთში მივულოცო შობა, მივულოცო ახალი წელი და ალილოს სითბო და სიყვარული დაებედოს თელ აფხაზეთს. ყველას, ვისაც ეს ჩვენი კუთხე უყვარს. შობას გილოცავთ, ულოცავთ სრულიად საქართველოს. ულოცავ განსაკუთრებით ჩვენს აფხაზს და ოს თანამოქალაქეებს. მინდა უსურვო თლიანობა ერის ქვეყნის
ბედნიერი შობა ახალი წელი და უფლის შობა არის უდიდესი დღესასწაული ქრისტიანებისთვის, მართლმადიდებელი სამყაროსთვის. ვისურვო პირველ რიგში გამთლიანება და მინდა ვისურვო ულევი სიხარული, ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიკეთე, სიყვარული. შობას გილოცოთ ყველას. დღევანდელი დღე არის ნამდვილად სიკეთის, სიყვარულის, ჩვენი ერთიანობის სიმბოლო და უსურვო თითოეულ მათგანს ბევრი სიხარული, ბევრი სიყვარული და ჩვენს ქვეყანას გაერთიანება, რა თქმა უნდა და მე აი ამ ბავშვებს მინდა მიულოცო დღეს და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ მონაწილეობას ვიღებ ალილოს ზეიმში. პირველ რიგში გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ეს არის მრავალს ძალიან მომეწონა ყველაფერი, განსაკუთრებულად გამიხარდა, რომ ბავშვებისთვის შევაგროვეთ საჩუქრები და ისინი გავახარეთ. ალილოდა, ალილოდა, ქრისტეს მახარობელნი ვართ, ქრისტეს შობას მოგილოცავთო, ალილოდა, ალილოდა, 25 დეკემბერსა, ქრისტე იშვა ბეთლემში ნაო. გილოცავთ შობა ახალ წელს, მრავალს დაესწარით, მთელ საქართველოს მინდა მივულოცოთ დღევანდელი დღე. მე წარმოვადგენ აფხაზეთის ნომერ 2 საჯარო სკოლას. ჩვენ უკვე წლებია მონაწილეობთ ამ ღონისძიებაზე და ძალიან ბედნიერები ვართ ამით. გილოცავთ კიდევ ერთხელ. მოგილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის. ტარდება რიტუალი ძალიან ლამაზი ღონისძიება, რომელიც ეხება უფრო სიკეთეს, ქველმოქმედებას. ხალხს რისი საშუალებაც აქვს, წირავს შესაწირს, ტკბილეულს, ტანსაცმელს, ურიგებს უსახკარო ბავშვებს, ბავშვთა თავშესაფრებს, მოხუცთა თავშესაფრებს და ასე შემდეგ.
ეს დღე არის ჩვენთვის ყველაზე წმინდა დღე, გამორჩეულად ლამაზი დღე და მინდა რომ მოგილოცოთ სრულიად თელ საქართველოს. ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ, ბედნიერება და ყოველივე კარგი. უფლის წყალობა არ მოკლებოდეთ სრულიად საქართველოს ჩვენს პატრიარქთან ერთად და წალობდეთ უფალი. გაიხარეთ. გილოცავთ შობა ახალწელს. რაოს დაესწარით, ბედნიერად იყავით. ქრისმასგა. მე არ ვიცოდი რომ შობა 7 იანვარს აღინიშნებოდა. დღეს შევუერთდით იმ მსვლელობას და მინდა ყველას მოგილოცოთ შობა ახალი წელი. ვილოცავთ თელ საქართველოს შობას, საოცარი განწყობა, სითბო სიყვარული ტრიალებს და ვუსურვებთ თელს ქვეყანას, რომ მთელი ცხოვრება ესეც სითბოში ყოფილიყავით, ერთმანეთი გვიყვარდეს და შობის მადლი არ მოკლებოდეს თელ საქართველოს. ყველა ჩემს ნათესავს, ახლობელს და აქ მყოფ საზოგადოებას ვილოცავ შობა ახალ წელს. მივიღე მონაწილეობა საშობაო მსვლელობაში, ძალიან ბედნიერი ვარ. გილოცავ ახალ წელს. გილოცავთ შობა ახალ წელს. ძალიან კარგად შეიარა მსვლელობამ და ბევრი საჩუქრები მივიღეთ ასევე და ძალიან გვიხარია ეს დღესასწაული. მართლმადიდებელს, ყველა ქართველს გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების სახელით და პატრიარქის ნათლულების სახელით, რომლებიც აქ ერთად შევიკრიბეთ და მოვედით, რომ მიულოცოთ მთელ საქართველოს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენს უწმინდეს, მათ ნათლიას და ღმერთმა ინებოს, რომ მრავალ წელს კიდე მრავალჟამიერ აი ესე ერთობით ქართველები სიყვარულით შევიკრიბოთ და აღვნიშნოთ ეს ბრწყინვალე შობის დღესასწაული. დიდი მადლობა ყველას. გილოცავთ შობა ახალ წელს. Christe